ბრიუსელში გუშინ გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით გითხავთ, ჩვენ განცხადება მოვისმინეთ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, ჩვენი გაგზავნილ წერილზე, სადაც საუბარია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ტენდენციურ ანგარიშებს ეფუძნება ზოგადად საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობ ხოლმე ხშირად. აი ესეც არის თუ არა ამის ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი. ნახოთ, რაც მოვისმინეთ, იყო რომ ტექნიკური ჯგუფების დონეზე იყო განხილვა ტექნიკური საკითხების. ჩვენ ვატყობთ უბრალოდ რომ პოლიტიკური თემები შემოაქვთ ხოლმე უვიზო მიმოსვლის საკითხზე, რაც თავისთავად აჩვენებს არაკეთილ სინდისიერებას ბრიუსელისას. ყველა შევახსენებ, რომ ბრიუსელმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია, როდესაც დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის დააწესა სავიზო მოთხოვნები, დაარღვია 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის და ამ მხრივ ევროკავშირი არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი. მაშინ, როდესაც ხვებს ედავება საერთაშორისო სამართლის დაცვის საკითხებს, შემდეგ ეს დარღვევა, რომ რაღაცნაირად დაეფარათ, მიიღეს სპეციალური რეგულაციები საქართველოზე მორგებული, გადაუხვეს ყოველგვარ გონივრულობას და სავიზო მიმოსვლის ლოგიკას და სპეციალურად საქართველოსთვის მოიგონეს რეგულაციები, რომელსაც ავრცელებენ მხოლოდ საქართველოზე, სადაც საკუთარ გემოვნებით შეუძლიათ ნებისმიერი რამე მოგთხოვონ. ეგრეთ წოდებული დემოკრატიული განვითარების სოუსით შეგვიძლიათ აბსოლუტურად გამოიგონონ ყველაფერი, გვითხრან რა კანონი მივიღოთ, რა არ მივიღოთ, მარცხენა ფეხზე დაუდგეთ თუ მარჯვენა ფეხზე უნდა დაუდგეთ და ასე შემდეგ. ეს არის კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ სავალალო მდგომარეობას, სადაც ბრიუსელმა მიიყვანა ევროკავშირი, კიდევ ერთხელ საერთაშორისო სამართლის დამრღვევად აქცია ევროკავშირი. მოლოდინი როგორია ბატონო? უპირველეს ყოვლისა, ამ ყველაფერში ჩვენ ხედავთ, რომ იმდენად არაკვალიფიცირებად იქცევა ბრიუსელის ბიუროკრატია, რომ ეს არაკვალიფიცირება ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ საბოლოო ჯამში თავადვე არ გადადგავენ ისეთ რამებს, რითაც საკუთარ თავს დაიზიანებენ. აქამდე რაც გააკეთეს, დაიზიანებს მხოლოდ საკუთარი თავი, დააზიანებს მხოლოდ ევროკავშირი და დააზიანებს მხოლოდ ნდობა ევროკავშირის მიმართ. ასე რომ თუ ეხლა უნდათ რომ კვლავ ფეხში დაიხალონ ტყვია, შეუძლიათ ეს გააკეთონ, მაგრამ კიდევ ერთხელ აი ამის გამო ამ საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინი მოდელი იმ არაკვალიფიცირებისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკა. კრიტიკა ისმის ხოლმე საქართველოს-ჩინეთის ურთიერთობებზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მნიშვნელოვანია ის, რომ ხშირ შემთხვევაში ჯგუფებისა და ოპოზიციის იდენტურ აქცენტებს ვისმენთ, მათი რიტორიკა ერთმანეთს ემთხვევა. აქვე ვაშინგტონთან ურთიერთობასთან დაკავშირებით ჩვენ ნახეთ ნიკო გვარამიას მიერ შეკვეთილი სტატია, სადაც პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოში თითქოს ამერიკის ინტერესები დაცული არ არის და ვაშინგტონმა არ უნდა მოახდინოს ურთიერთობის ნორმალიზაცია. რას მიანიშნებს თქვენთვის ასეთი განცხადებები და სტატიები? საქართველოში უპირველეს ყოვლისა დაცული უნდა იყოს ქართული ხალხის ინტერესები. თავად ესეთი ფორმულირება და მიდგომა საკუთარი ქვეყნის მიმართ ნიკა გვარამიას მხრიდან აჩვენებს, რომ ეს ადამიანი უბრალოდ არის გამზადებული ვასალი, რომელიც თავს თავაზობს სხვადასხვა უცხოურ ქვეყანას, რომ მოემსახუროს მათ ინტერესებს. რა დამოკიდებულებაა საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომ საქართველოს ვის ინტერესებს ვის შესაბამისად მოქმედებს თუ არ მოქმედებს. პირველ რიგში საქართველოს უნდა მოქმედდეს ქართული ხალხის ინტერესების შესაბამისად და ამას აკეთებს ქართული ოცნების ხელისუფლება. ვინმეს თუ სხვა უნდა მოიყვანონ მაშინ ნაცები ხელისუფლებაში და მაშინ მოემსახურებიან სხვა ხალხების ინტერესებს და არა ქართული ხალხის ინტერესებს. მანამ სანამ ქართული ოცნება არის საქართველოს ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში გატარდება ქართული ხალხის ინტერესები და ეს არის ამოსავალი წერტილი სუვერენულ ქვეყნებს შორის საერთო ინტერესების ძიებისა. ეს არის როგორც ჩვენ გვესახება და როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან ვიღებთ სიგნალებს, რომ როგორ ყალიბდება ალიანსები, რომ ყველა ქვეყანა უპირველეს ყოვლისა ზრუნავს აცხადებს რა არის მისი ეროვნული ინტერესი და შემდეგ ორი ქვეყანა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით ეძიებს თუ სად არის საერთო ინტერესები. ეს არის ზუსტად რასაც სთავაზობს საქართველოს ყველა ქვეყანას ურთიერთობაში და არა დაქვემდებარებას, გამოკითხვას ვის რა უნდა საქართველოსგან და შემდეგ მენიუსავით შეთავაზებას საკუთარი ქვეყნის და ქვეყნის ინტერესებისა სხვებისთვის. რატომ ეშინია ოპოზიციას ამ ურთიერთობის ნორმალიზება? ეს შეკვეთილი სტატიები რაზე მეტყველებს თქვენთვის ამ შემთხვევაში?
რაც აწყობს რადიკალურ ოპოზიციას, ეს არის მუდმივი დაძაბულობა. ამას ცდილობდნენ ჩვენი ომში ჩათრევით, ამას ცდილობენ მუდმივი დაძაბულობის შემოტანის ნებისმიერი თემის არ არსებობს თემა, რომელიც მათ არ შეეცადონ, რომ რაღაცა დაძაბულობისთვის გამოიყენონ და ოპოზიციაზე როცა ვსაუბრობთ, რადიკალურ ოპოზიციაზე არ დაგვავიწყოს, ჩვენ აქ არაფერ შუაში არ არიან საერთო ჯამში ეს რადიკალურ ოპოზიციის წარმომადგენლები, ისინი არიან მხოლოდ თოჯინები სხვის ხელში და მათ გარედან ათამაშებენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მთავარი მიზანი არის საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლება, მოყვანა ვასალების, რომლებიც უპირობოდ შეასრულებენ სხვების დავალებას. ახალია საქართველოსთვის პარლამენტში შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილების პროექტს აინიციერებს, რომელიც 2024 წლამდე არსებული სამართლებრივ სტატუს-კვოს აღდგენას ითვალისწინებს. გიგა ფარულოვან ბრალი დაგდოთ, რომ ადამიანებს უზღუდავთ შეკრების უფლებას ამ იმ პარტიის წევრმა, რომლის ლიდერის სახელს 20 ივნისის მოვლენები უკავშირდება. როგორია თქვენი შეფასება? მე მგონი ეს ხალხი, რომელიც დღეს პარტია საქართველოს სახელით პარლამენტში არის, უნდა დაფიქრდეს, მე მგონი და მიხვდნენ, რომ ჩემი აზრით გაქცეული გახარია უბრალოდ გარედან დასცინით ამათ. ისეთ თემებს წამოაწევინებს, რომლითაც საკუთარ თავს აზიანებენ, რომელიც მათ საწინააღმდეგოდ არის. ამას წინ დააინიცირეს დემონსტრაციებთან დაკავშირებით რაღაც საკითხი, რომელზეც უპირველეს ყოვლისა მათ ეხება, მათ ხელმძღვანელს, რომელიც დღეს გაქცეულია, სწორედ გაქცეულია იმ გამოძიებისგან, რომელიც ეხება ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ. ხილებული არის გიორგი გახარია, რომ სწორედ ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც მოხდა დემონსტრაციის დაშლისას, მისი ხელმძღვანელობით მოხდა, არის ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება, სასამართლო გამოძიება და გაქცეულია ეს ადამიანი და მაინც რატომ აყენებენ ეს ადამიანები ამ საკითხებს არ ვიცი და ითქვა არაერთხელ რომ აქაც ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებენ. ასე რომ ჩემი აზრით ცოტა იმას უნდა დაფიქრდნენ, რომ გახარია უბრალოდ გარედან დასცენის განსხვავებული აზრის ჩახშობა უნდა ამ კანონითო ამ შეკრება მანიფესტაციის გამკაცრებითო ესე განაცხადა ბატონმა ფარულოვამ. სადნახეს ჩახშობილი რომელიმე აზრი, მე მგონი რა და საქართველოში აზრის, რომელიც ცოტა აზრს გაცდენ, გონივრულ აზრს გაცდენლია ხოლმე და გადადის შეურაცხყოფაში, გადადის მზიზღის ენაში, ყველაფერი ფართოდ მოიპოვება ჩვენი მედიის ფართო სპექტრში, ასე რომ რა და ჩახშობა ნამდვილად საქართველოში არაფერი არ ხდება. ბატონო, ოპოზიციური ალიანსის შემდეგ ახლა ნაციონალური მოძრაობის თქმის დაშლის განახლებას. ხო, განახლებაო ნაციონალურ მოძრაობაში და ყველაზე ურნაცები დამატება დაიწყეს თავის პარტიაში თუ უკან დაბრუნება და რაც თავისთავად აჩვენებს, რომ არ არის საშველი ამ პარტიას და პარტიას არ ეხება ეს მხოლოდ ამ იდეოლოგიას ერთადერთი დანიშნულება აქვს და ერთადერთ შემთხვევაში არის ძლიერი ეს ამ იდეოლოგიის მიმდევარი ადამიანები, რაც მოძრაობა იქნება, ეს ახალი იქნება თუ სხვა ადამიანები, ვინც ნაცურ იდეოლოგიაზე დგას, მხოლოდ მაშინ არიან მომძლავრებული, როდესაც სხვების დავალებას ასრულებენ ხოლმე. მაშინ არიან შინაგანად ბედნიერი, ასხივებენ ამ ბედნიერებას ხოლმე, როდესაც სხვების დავალებას ასრულებენ, ტარს დაუკრავენ და ეს არის მათი მთავარი კმაყოფილება, რასაც ისინი იღებენ საკუთარი ქცევიდან. ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაზე გითხოთ. მუდმივად ყოველდღე ვხედავთ რაღაცა განცხადებებს ერთმანეთის შეურაცხყოფას. რაზე მიუთითებს ეს და რამდენად სულ ამბობენ, რომ ერთობის აუცილებლობა არის, თუმცა ერთობას თავი რაზუს ვერ მოვიდეს, ხო ოპოზიციის. და თითქმის დაშლის პირას არიან ესეთ რაღაცა. სხვა დროსაც მithქვამს, რომ შხამიანი თესლიდან კარგი ნაყოფი ვერ გაიზრდება, ასე რომ ის პრობლემა არის მათ საფუძველში, იმაში რომ ეს მთლიანად იდეოლოგია, რაზეც რადიკალურ ოპოზიცია დგას ანტიქართულ იდეოლოგიაზე, სხვა ქვეყნების მომსახურების იდეოლოგიაზე და არა ქართული ხალხის ინტერესების მსახურებაზე. ასე რომ აქ ყოველთვის შედეგი იქნება სავალალო, იმიტომ რომ როდესაც ესა თუ ის ძალა მიდის ღალატის გზაზე, იქ უკვე თავისთავადი არის, რომ კონფლიქტებიც წარმოიშობა შიგნით. 20 ივნისს არის კიდევ ერთი აქცია დაანონსებული, იგივე სააკაშვილიც მოუწოდა, რომ მარში უნდა ჩატარდეს და კიდევ ერთხელ უნდა გამოვიდეს მოსახლეობა ქუჩაში. რა შეგვიძლია ამაზე ვთქვათ?
არ ვიცი რას უძღვნიან ამ მოწოდებას დემონსტრაციისა, თუ არის გარკვეული ალუზია 2019 წლის 20 ივნისზე. კიდევ ერთხელ მაშინ იყო ძალადობრივი შტურმი საქართველოს პარლამენტის, რომელიც მხარდაჭერილი იყო გარედან, რომელზეც პანიკა ატეხეს შემდეგ ზოგიერთმა უცხოელმა, გვახსოვს ჩვენ მაშინ სხვადასხვა ადამიანების ქცევა და საბოლოო ჯამში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ეს იყო ძალადობრივი შტურმი საქართველოს პარლამენტზე. ასე რომ აქ მე მგონი გასაგებია რაზეც არის, ასე რომ კი ბატონო გამოვიდნენ მოძალადეების აქცია, საინტერესო სანახავი იქნება, გამოვიდნენ შევხედოთ ყველა ვინ არიან საქართველოში ძალადობის მომხრეები. ასე რომ ეს ჩვეულებრივი რადიკალური იდეების მხარდამჭერი აქცია იქნება. დიდი მადლობა.